მე რომ მუშაობდი, მათ 2 კაპიკი იყო ჩვენ ვუხდიდით ქსელებს 2 კაპიკს. ესე გამუშავებას. ეხლა ეს რამდენს ვუხდიან ეშმაკმაიცის. ხალხის დაღუპვამდაც ისე ჩანს. Tenში ვიხდე რა ვიცი, ახლა თეთრში გადავიხადე, ამ თეთრში გადავიხადე 11 ლარი და რაღაც 65 თეთრი. ეს ცხოვრება არ არის, ასე თუ ყოველი მაზე ვითომ აუ ეს თავრობაო ასე და გაგვიკეთებთ, ისე გაგვიკეთებთ, აპრად გაგვიკეთებთ. ეს არის უფრო ვარის მდგომარეობაში შევდივარ. თეში 30 ლარი, 40 ლარი, რა ვიცი. გაძვირებე, გაიეთე, რა ვიცი აბა. აბა გამოთებენ გინდათ ხარა უნდა ისეც როგორმე უნდა ჩაბაროთ. თორე გამოთებენ სიძვეს დარჩევით. ცუდია თუ მოიმატებს რა თქმა უნდა ყველა ოჯახის ცუდი მეტობეტეს ადამიანი როცა არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის დასაქმებული ხელფას ვერ იღებს იმით არ კატასტროფა კიდე შეშიდა რაღაცით თუ თბება და რაღაცა შეღავათებია და გაზზე რაღაცაზე კიდე ხო და თუ დენი თბება ხო დაღუპულია ეს ადამიანი 50 ლარი იყო ამ თვეში ხო გავიგე მაგირო აძვირებენ მაგრამ იყო თუ არა გაძვირებული არ ვიცი ყველასთვის პრობლემა მარტო ჩემთვის არ ველოდებოდი 40 ლარს ალბათ სადღაც 30-31 ლარი უნდა ყოფილიყო შარშანაც იგივე მდგომარეობა იყო დეკემბერში კილოვატები გამოდის მეტი ალბათ 300 კილოვატზე მეტი და გადასახადი შედარებით უფრო მაღალია ხოლმე და ამიტომ იმატებს ხოლმე არა ნორმალური შემთხვევა ანუ წლის ბოლოა და ალბათ თვითონაც რაღაცას ასწორებენ ახლა მე არ ვიცი რაც წინ წავალ და ღმერთმა სულ წინ გვატაროს ფასების რა თქმა უნდა ყოველთვის წავა და წავამარ ვნახოთ რა იქნება მე არ ვიცი არა მაქვს ინფორმაცია როგორც ყველას ესე იგი რამდენიც დაბალი იმდენიც უკეთესი რა ვიცი ყველაფერს დაძვირებენ ხელფასს არაფერს უმატებენ და გათმეს აბარავდა ხაზა არა გზაშვალება უნდა აპატიო ჩამოაწერო თავრობა რისთვის არება რომ ეჩევენ